დღევანდელი გადაცემა ისევ მინდა დავიწყო ბექა გოცირიძით, ამ ადამიანით, რომელიც ძალიან ისეთი მისი ისტორია რომ მოვყვეთ პრინციპში, ხო? რაღაცნაირად ძალიან სუფთა ქართული და უნიკალური ახალგაზრდას ისტორია რა, რომ ეს ადამიანი, რომელიც საქართველოს ნაკრებში პატარაობიდანვე ირიცხებოდა და ნაკრების სახელი გაქონდა შინ თუ გარეთ, უცბად სერიოზულ ტრაგედიაში მოყვა, რომ ავარიაში მოყვა, რომ ვეღარ გააგრძელა შემდეგ იმის თამაში, ფეხბურთის თამაში და თან ყველა ვიცით რა დროშიც მოუწია მას ცხოვრება, ამერიკაშიც იყო წასული, იქაც ცადაბედი, მაგრამ ნახეთ, რომ ამერიკიდან როგორ ბრუნდებოდა, როგორი სიხარულით, როგორ უნდოდა და ენატრებოდა საქართველოში ჩამოსვლა, მოკლედ ამ ვიდეოთი პრინციპში ამ ვიდეოთი გაიცნო რა ძალიან ბევრმა ადამიანმა ის საქართველოში და მეც გავუშვი გადაცემაში, ჩემ გადაცემაში მაშინ ეს ვიდეო, როდესაც ის ამერიკიდან ბრუნდებოდა და შემდეგ როგორ ხმალა მოღებული ჩამოვიდა და დაუდგა, ну, მოკლედ საქართველოს გვერდში და ქართულ სულს გვერდში, ხო? ეს რა ვიცი, სამაგალითო ამბავია ალბათ, იმიტომ რომ თქვენ იცით კარგად, რომ ძალიან ერთეული ადამიანები ეს საჯაროდ მით უმეტეს აი ამ ზეწოლის და ბულინგის შემთხვევაში ერიდებიან ხოლმე. რა პოზიციაზეც არ უნდა იყვნენ და რა სამართლებრივ პოზიციაზეც არ უნდა იყვნენ ამ საჯაროდ ამ ბრძოლაში შემოსვლას, იმიტომ რომ ძალიან დიდ ბულინგის მსხვერპლები ხდებიან და ეს ბიჭი არ შეუშინდა ამასაც და რა თქმა უნდა აი მართლა რასაც ხმალა მოღებული ბრძოლა ქვია, ისე ემსახურებოდა თავის ქვეყანას, თავის საქართველოს. ხო და მე ვფიქრობ, რომ მემორიალური დაფაც კი უნდა გაიხსნას მისი, აუცილებელია ეს რა თქმა უნდა ჯერ ისეთი ყველა იმ ადამიანისთვის და უნდა ნახოთ, იმიტომ რომ ამისმა ბრძოლამ ეს არ უნდა ჩაიაროს რა. არ შეიძლება რომ აი ამ სიტუაციაში ესეთი ადამიანების ნაირმა ხალხმა და ბრძოლებმა ესე თითქოს ჩაიყო და გაქრეს ეს ყველაფერი. არ უნდა გაქრეს ისევე როგორც ბასლას შემთხვევაში არ უნდა გაქრეს რა ეს ამბავი, იმიტომ რომ თქვენ იცით ისიც როგორი იმითი იბრძოდა, რა ქვია, თავგამოდებით თავისი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა მისი ნიჭის წყალობით და ისეთი რესტორანი გააკეთა, რომ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი გახდა შოუ ბიზნესის თვალსაზრისით და მეც მგონია, რომ დღეს ამ რესტორანს ჩემი პირადი აზრია, რა თქმა უნდა, ბასლას სახელს უნდა ატარებდეს ეს რესტორანი და მოკლედ არ უნდა იკარგებოდეს ამ ადამიანების სახელები, რაც დრო გავა, არ მივიწყებას არ უნდა მიეცეს ამ ადამიანების ცხოვრება და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მის ოჯახს ესეთი მაგარი ბიჭის გაზრდისთვის და ადამიანის გაზრდისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ მინდა რომ ყველას ესე ვთქვათ მოგისამძიმროთ და პირველ რიგში მის ოჯახს მიუსამძიმრო ესეთი მაგარი ბიჭის გარდაცვალება და წასვლა ჩვენგან.